რუსეთზე თქვენმა თანაპარტიელმა განაცხადა ძალიან ჩვენ შეიძლება გამიხილოთ დაულაგდეთო ბაზებზე რუსეთთან მაგალითად და მე ვერ ხვდები რა თუნდაც პრაგმატულად ჯერ ოკუპანტ ქვეყანასთან ბაზებზე ვერ ვწვევ დაულაგდები სანამ ის ოკუპირებული ექნება და გამორიცხული არის გამბავი და არც ის მჯერა რომ ბაზები თუ მეც დაგიბრუნებს შენ ამას და ჯარს გაიყვანს იქიდან ხა მარიონეტულ რეჟიმებს დაშლის გამორიცხული ამბავი არის იმიტომ რომ რუსეთს ბუნებაა ეგეთი რა აგრესორი მოძალადე ოკუპანტი მაგრამ აი თუნდაც პრაგმატულად რო შეხედა რომ ფსონის გაკეთება ქვეყანაზე და იმას ლაპარაკი რომ ბაზებზე შეიძლება მასთან დავაგდე რა ქვეყანაზე რომელსაც რავი თვითონ მილიონი თავის პრობლემა გაუჩნდა თვითონ ძალიან დიდი არის და პატარა უკრაინა ვერ აიღო ვერც სამ დღეში და ვერც თვეებში მაგალითად რა დაიბომბა სერიოზული პრობლემები შეექმნა შიგნით იქ შიდარყევები აქვს სერიოზული იქ ინტერნეტის გათიშვა უწევთ სულ შიგნით რუსეთშია ხალხი უკმაყოფილო მე რატო უნდა როგორც სახელმწიფოს რატო უნდა მაინტერესებს რუსეთზე ფსონს გაკეთება მე გონია სისული მე ვუერთდები ამ ქართული ოცნებაც რეალურად ირანზე და რუსეთზე ფსონს როცა აკეთებს ირანზე თქვენ პოზიცია არ ვიცი უბრალოდ არ მომისმენია და კარგი იქნებოდა რომ მომესმინა რომ თუნდაც ის აიათოლიზმიც რაც თუნდაც საქართველოს ხდება არა რუსეთზე ხა ასე თუ ისე ვიცოდი იმიტომ რომ უფრო მეტად იყო ის რომ არა მოვისმინე ბატონ ზურასგან რაც მაჩვენი არაფერი არა რაც მოვისმინე ბატონ ზურასგან იმ დებატების დროს იყო ბაზებზე დაალაგება და ბაზებზე დაალაგება რუსული პოზიცია მგონია უფრო ზოგადად რა მაგრამ აი ხო ვიტყვი რა რომ ანუ როგორი ამბავი ეცი ეს ფსონის გაკეთება რუსეთზე და ირანზე და ამ ცივილიზაციას შეიძლება მე პირობითად მაგასაც ვამბობ რა რომ ნატო ეხლა შეიძლება თვითონ არ არის მზად რომ საქართველოს მიიღოს და ჩვენ რაღაც დაპაუზებული გვაქვს და ჩვენც რაღაცნაირად რიტორიკულად დაპაუზებულები იმიტომ ვართ რომ ნატო თვითონ არის საქართველოს მზად რომ მიიღოს მაგრამ ის რომ იმ ხოლგაში არ გვინდა რომ ვიყო და რუსული ბაზები რომ არ გვინდა რომ იყოს საქართველოში არის ჩემი პოზიცია არის იმ პრაგმატიზმიდან გამომდინარე რომ ხედავ რომ კაცო დასუსტებულია რუსეთი იქ ირანი არა კი ვერ მოხდა დემონტაჟი აიათოლას რეჟიმისაც ტრამპს უნდოდა მაგრამ არ არის სახალხო მდგომარეობაში და სულ არის საფრთხე იმის რომ დაიბომბოს ეს ირანი კიდე იქით იმუქრება და რუსეთი შენი პირდაპირ საფრთხე არის აგერ დაარჯობია რომ ამაზე ფსონი არ დადო უბრალოდ და შენ გაძლიერდე აი კარგია რომ რაღაც პოლემიკის ტაქტიკური და სტრატეგიული იცი მაგრამ ჯერთი მტკიცებით ფორმატში რატომ ამბობ რომ ფსონი დავდეთ რუსეთზე საიდან არა მე ქართულ სახელმწიფოს ფსონზე ვსაუბრობ თქვენ უნდა მეკასუხოთ კაცო მე ოცნება რომელიც არ ჯდება დისკუსიაში არა რუსეთთან დაალაგებ თქვენ და ზურაბ მახარს ნამდვილად ერთპარტიაში რუსეთთან დაალაგებას რას გულისხმობ მოდი თუ მათქმევინებ და დავამთავრებ იმიტომ რომ მაინტერესებს აი ხა შენ ბევრი რაღაც ირიბი პრეტენზიები დააფიქსირე პირველი რაც აჩვენე პირდაპირ ჩემი ის იყო მან კითხულობ იმ მონიტორში ეგ მაჩვენე ხო თანაპარტიელებს ციტირებდი პირდაპირ თქვენს გარდა თქვენ თანაპარტიელები თანაპარტიელებსაც ისეთი არაფერი არ უთქვამთ მათ შენ რაც აჩვენე რავი თუ გინდა დადე მე ინტერნეტში და დადებული მაგაც და ვეცდები ხალხმა გადაწყვიტა ხო ეგ ერთი მეორე რაც შეეხება რუსეთზე ფსონს ნუ ეს არის რაღაც ანუ ჩვენ საქართველოსზე ვდებთ ფონს ესა ფსონს და არა რუსეთზე ან რომელიმე სახელმწიფო რუსეთთან დაალაგება რაც შეეხება რუსეთს ეხლა თუ არ გამაწყვეტინებ და ცოტა დროს მომცემ კი ბატონო აი ძალიან ლაკონურად კი ბატონო მე ჩემს პოზიციას და ჩვენი პარტიის პოზიციას დავაფიქსირებ ამ საკითხთან დაკავშირებით რაც შეეხება ბაზების თემას აგერ სრული პასუხისგებლობით როგორც საქართველოს კონსერვატორები საქართველოს თავმჯდომარე გეუბნები რომ არანაირი ეგეთი ჩვენი პარტიული პოლიტიკური შეხედულება არის რომ რუსეთის ბაზები უნდათ საქართველოში დაალაგება არც ბაზებზე დაალაგება არაფერზე ეგეთი არ შენარჩუნება მithumetes ამ რეალობაში მით უმეტეს საერთოდ არარეალისტური მგონია მე რომ ამაზე წინასწარ ილაპარაკო საჯარო ფორმატში შენ რო სულ რაღაცაზე სახელმწიფოსთან ივაჭრო მით უმეტეს ასეთ ფორმატში ეგ შენ წინასწარ არ უნდა ილაპარაკო მით უმეტეს ასე იმაში ონლაინ რეჟიმში ეხლა უნდა ჩაგეჭრათ რა აი ზურაბ მახარაძე ხო თქვენ თანაპარტიელი თქვენ როგორი შიდა არ ვიცი წესრიგი თუ კულტურა გაქვთ ანუ ერთმანეთს აბსოლუტურად დამოუკიდებელ აზრები შეგიძლიათ გააშკო ერთმანეთის საწინააღმდეგო აი რაღაც არ არის პარტიული რაღაც პარტიული მოსაზრება არის ეს ანუ ზურაბ მახარაძე ამას აქტიურად ამბობდა ჩემთან დებატებში კონსტიტუციურ მონარქიაზეც რაღაც თავისი აზრი დააფიქსირა თქვენ თანაპარტიელი არის, მაგრამ ეს არის მისი აზრი. მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხა კერძო აზრს მნიშვნელობა აქვს და პარტიულ ხაზს, გუნდურას ხაზს აქვს მნიშვნელობა. აი ეგ როგორ უნდა გაარჩიოს მაგალითად გამოგჩევა. იმით რომ თავმჯდომარე ვარ მე. ზურაბ მახარაძე არ არის თავმჯდომარე. მაგით უნდა თქვენ რასაც იტყვით ის არის პარტიის აზრი. თქმა უნდა, ჩვენი პარტიის ოფიციალური საინტერესო ზურაბ მახარაძე თუ გეთანხმებათ. ხო, რა თქმა უნდა.
ან თქვენ ამბობთ რომ ეს რომ რუსეთთან უნდა დავლაგდეთ აი ყურეთ დავლაგდეთ მოდი მაგაზეც აი არ მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაც სიტყვებით манипуლირება და რო გაუგებარია მოდი მე ხა ავხსნი ეს საგარეო ვექტორზე ვსაუბრობთ ხო ეხლა როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია ჩვენი სახელმწიფო ხო ანუ გამიხარდება რომ მოვისმინოთ რომ იქ როგორც ჩანს რაც მოვისმინე ცოტა სხვა პოზიციები არის ხო არა მაინტერესებს თქვენი პოზიცია პარტიული კონსერვატორების საქართველოს პოზიცია შენ თუ გაინტერესებს აგერ დაგიფიქსირე უკვე რაც შეეხება საგარეო ჩვენი კურსი რაშიც მოიაზრება მათ შორის რუსეთი ცხადია იმიტომ რომ სხვა ქვეყანა რომელთან პირდაპირ ტრული დამოკიდებულება გვაქვს და მათ ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე დგას. ყურეთ რაშია საქმე. საქართველოში სამწუხაროდ ცოტა როგორი ინფანტილური, არაადეკვატური დამოკიდებულება საზოგადოების ერთ ნაწილში დამკვიდრდა ამ საგარეო საკითხთან დაკავშირებით. იცით რომ ძალიან მარტივად და პრიმიტიულად უყურებენ სამყაროს. წარმოუდგენიათ რომ მე ხა შენ არ გულისხმობ რაღაც ისე რომ რომ აი ამბობენ რომ დედამიწა და ეს საერთაშორისო ურთიერთობები არის რაღაცა ზღაპრული სამყარო, სადაც არიან კეთილი ბიძიები და არიან ბოროტი ბიძიები. კეთილი ბიძიები და კეთილი სახელმწიფოები უბრალოდ აი ფილანტროპული ქველმოქმედებითი რაღაცა სურვილებით მოქმედებენ, უბრალოდ სიკეთის განხორციელება უნდათ, ხოლო აი ბოროტი სახელმწიფოები არიან აი როგორც აი ფენტეზის სამყაროში რაღაც ორკები და რაღაც მორდორია, რომელსაც უბრალოდ არამოტივირებული სიძულვილი ამოძრავთ. და აი ასეთი ზღაპრული ინფანტილური წარმოდგენებს ამხარებენ. ეს ვისა აქვს? ნუ არის ეგეთი წარმოდგენები. აი მაგალითად პროდასალურ ფლანგს ვისაც ჩვენ ვეძახით. აი პროდასალურ ფლანგზე არის ხოლმე. მე მეძახით პროდასალურ ფლანგს, თუ მე არ ვარ პოლიტიკოსი და აი პროდასალურ ფლანგს მაგაზეთ შეგვიძლია ვისაუბრე ხო და მე არ მაქვს ეგეთ წარმოდგენა. ანუ მე მგონია რომ საქართველოში არსებობს ორი ფლანგი, პროქართული ფლანგი და პროდასალური ფლანგი. საერთოდ პრორუსული ფლანგი ვიღაც კონკრეტული გიჟების გარდა და მარგინალების გარდა მე მგონი საქართველოში არ არსებობს. მაგაზეთ რატო გამორიცხავთ იმას რომ პროდასალური შეიძლება პროქართული იყოს? მე მაგალითად მაშინ რომ პირველში ეს პროქართულობა არის ქართველის ეს პროქართველია. არა, პროქართველი უნდა იყოს. პროდასავლელი ვერ იქნება პროქართველი, მაგრამ პროდასავლელი ვერ იქნება პროქართველი. არა, მე შეიძლება ნახე როგორ რაღაცა მე ჩემსაც გეტყვი მაგალითად რა რომ პროდასავლელად მიმაჩნია შეიძლება თავი იმ ნაწილში რომ მინდა რომ ეს ქვეყანა იყოს იმ ცივილიზაციის წევრი რომელზეც მოდის რომ კონდეს ევროებში საშუალო ხელფასი რომ კონდეს ვეტერანს იმას ჯარისკაცს მეხანძრემაშოს მეტი დაფასება რაც ევროკავშირში არის მაგრამ პროქართველი ვარ იმიტომ ჩემი სუვერენიტეტი ჩემს თავარია ანუ შენთვის პრიორიტეტული თუ არის პროქართული დამოკიდებულება ესე იგი პროქართული შენთვის თუ პრიორიტეტულია დასავლეთი რასაც გვეტყვის ესე იგი არა მე სულ მე კაცო მე სხვა ადამიანი ვარ სადაც მე სულ ვამბობ იმას რომ ჩემი დამოწმებოდეს არცი კაცი შენ არც მიხვამს მე შენი მისამართით რასაც ვამბობ არ ინფანტილური დამოკიდებულება რაღაც არსებობს კატეგორია ხალხის რომელიც ამბობს რომ აი დასავლეთი რავი საქართველოს დაიცავს იმიტომ რომ დასავლეთი საქართველოს უყვარს უყურეთ სამყარო არის ეგეთი ზღაპრული რაღაც რეალობა სამყარო იმართება ძალიან კონკრეტული ცივსისხლიანი გეოპოლიტიკური ინტერესებით და ეს გეოპოლიტიკური ინტერესები მათ შორის განპირობებულია კონკრეტული კომპონენტებით გეოგრაფიით, სად მდებარეობ, ლოჯისტიკური საკითხებით, სამხედრო ძალის პროექცირებით, ეკონომიკური პოტენციალით, შიდა პოლიტიკით, იდეოლოგიით მაგასაც მნიშვნელობა აქვს, იდეოლოგია როგორია. იმიტომ რომ მაგაზეც შეიძლება მე საგარეო პოლიტიკა აწყო. მაგათ ირანი არის იდეოლოგიზირებული სახელმწიფო და იდეოლოგია მას არ აძლევს საშუალებას რომ ისრაელთან და ამერიკასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს. აქედან გამომდინარე ჩვენთან ეგეთი რეალობა დამკვიდრდა რომ არსებობს კატეგორია პროდასავლელებს მე ვისაც ვეძახი რომლებიც ამბობენ, ამტკიცებენ რომ ჩვენ ყავს მეგობრები და უყურეთ ქართული გაგებით მეგობარი ვინ არის? აი ქართულ მენტალობაში, ქართულ რეალობაში მეგობარი არის ძმის შემცვლელი ადამიანი, ხო? რომელიც შენს გამო მათ შორის მზად არის საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდოს. არა, ნუ ხო, ეს არის ქართული გაგებით მეგობრობა. დღევანდელ საქართველოს ეგეთი მეგობარი ვინმე ყავს? ვინც საქართველოს გამო
საფრთხეში თავს ჩაიგდებს. მე ძალიან შორს ვარ ეგეთი აზრებისგან, ამერიკას აქვს თავისი ინტერესები, რა თქმა უნდა და ჩვენთან ეს რაც ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ვიღაცას უწოდოთ მეგობარი, რომელიც არ არის შენო მეგობარი. ეხლა კიდევ დავამატე, მაგრამ არც ის უნდა გავაკეთოთ, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, როდესაც პოტენციურ პარტნიორებს, აი მეგობარსა და პარტნიორს შორის არის განსხვავება. აი პოტენციურ პარტნიორებს შორის, აი თუნდაც ამერიკა იქნება, დასავლეთ ევროკავშირის ნაციონალური სახელმწიფოები, მათ შორის ევროპის, იმიტომ რომ დასავლეთ როდესაც ჩვენ ვეძახით, ეს მონოლითურ ერთობად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ტრამპის ამერიკა ერთია, ბაიდენის ამერიკა დიამეტრალურად განსხვავებული სხვა რაღაცა. ევროკავშირი ერთია, მაგრამ პოლონეთის ნაციონალური სახელმწიფო შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ პარტნიორი, რომელიც შეიძლება პოტენციურად ჩვენი გახდეს, თუნდაც ევროკავშირის სახით, იმასთანაც ურთიერთობები არ უნდა გავაფუჭოთ. აი მაგალითად, ხელისუფლების პრობლემა რა არის? ხელისუფლება შიდა ლეგიტიმაციისთვის გარე აქტორებს იყენებს ბუად. აი როდესაც თქვენ ისმენთ რაღაცა აბსტრაქტულ გაუგებარ ცნებებს, როგორიც არის deep state. აი რა არის deep state? აი თქვენ იცი? ღრმა სახელმწიფო, რაღაც ვინ არის ეს? ისეთები, რომელიც არ ჩანა. ანუ ვიღაცა მასონები, რეპტილოიდები, აი გაუგებარი სუბსტანცია, ეგეც სპეციალურად კეთდება იმისთვის, რომ ვერ დაასახელოს კონკრეტული ადრესატი. ამას რატომ აკეთებს, იცით, ქართული ხელისუფლება იყენებს ძალიან მარტივ სტრატეგიას, გარე მტრის ფაქტორს იყენებს შიდა ლეგიტიმაციისთვის, მის გარშემო რომ მოხდეს. ან ქართული ოცნებისთვის გარე მტერი დასავლეთია. ამას ბოლომდე არ ასახელებს, მაგრამ deep states როდესაც ხმარობს, ან აბსტრაქტულად გულისხმობს, რომ დასავლეთში არიან ვიღაც ძალები, რომლებიც ემტერებიან საქართველოს. ეგეც არ არის სწორი მითქმა. არ შეიძლება შენ გააფუჭო ურთიერთობა ხელოვნურად შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე შენს პოტენციურ მეგობრებთან, არა პარტნიორებთან, რომლებიც შენ რუსეთთან ომის შემთხვევაში არ დაგიცავენ, მაქსიმუმ რაღაცა რეზოლუცია მიიღონ და აი გამიმარტივონ სავიზო რეჟიმი. ამის იქით ისინი არ წავიდნენ, ეგეც ხო საქმე. ეგეც რატო უნდა გააფუჭო? მაგრამ გიორგი, ნეცევა რაღაცა არა დავამთავრებ და მე რაღაცები, მე კითხვები დამისვენ. რაც შეეხება ახლა რუსეთს. უყურეთ, ცხადია, კარგი იქნება რეალობა, სადაც რუსეთთან ჩვენ ყველაფერი დალაგებული გვაქვს. აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენთვის დაბრუნებულია და რა ვიცი, პრობლემა არ აქვს. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ცხადია, ამისკენ შენ ნაბიჯები უნდა გადადგა. პროექტ შესაძლებელი გახდეს. ანუ სახელმწიფოს დონეზე გულით, მაგრამ თუ ეგ შეუძლებელია, შენ სულ მინიმუმ რაც უნდა გააკეთო და ჩემი აზრით ეს ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს. შენ რუსეთთან კონფრონტაციულ რეჟიმში არ უნდა აღმოჩნდე. როგორც აღმოჩნდით 2008 წელს. იმიტომ რომ შენსკენ არავინ არ იქნება. შენ არავინ არ დაგიცავს. მარტო მიგატოვებენ რუსეთთან. ევროკავშირის შექმნის კომისიას, კალიავინი უხელმძღვანელებს მაგ კომისიას და ომის ინიცირებასაც შენ დაგაბრალებს. მერე 2 წელიწადში მოვა ამერიკაში ბაიდენი, რომელიც გადატვირთვის პოლიტიკას დაიწყებს რუსეთთან და მიშა სააკაშვილს ეტყვის ლარსის გამშვებ პუნქტთან ეხლა დადექი და რუსეთის ტურისტებს იქ რაღაცა რეკლამა გაუწიე. აი ამ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენოს საკუთარი თავი. კარგი. და მაშინ გააქვთ კითხვა და უბრალოდ ხო, არა გავაგრძელოთ, მაშინ მეც ჩემს სათქმელს ვიტყვი. კი ბატონო, ნახეთ ეს